მოგესალმებით, ეს არის დღის ნიუსრუმი და წარმოგიდგენთ ჩვენს პირველ სტუმარს, პარტია გახარია საქართველოსთვის აღმასრულებელი მდივანი ბერდია სიჭინავა. ჩვენთან ერთად გამარჯობა ბატონ ბერდია და მადლობა სტუმრობისთვის. მადლობა თქვენ მოწვევისთვის, მივესალმები პალიტონიუს. ბატონ ბერდია, დღეს 100 დღე შეუსრულდა საპროტესტო გამოსვლებს, მართლაც საოცარი სიმტკიცე და გამძლეობა აჩვენეს მოქალაქეებმა, მით უფრო იმ ფონზე, როდესაც რეპრესიულად შეფასებული ზომებით, ასე ვთქვათ, უპირისპირდება მათ ქართული ოცნება. ამიტომ ეს ხალხი და ეს ისტორიული პროცესი იმსახურებს, რომ დაუთმოთ, რომ აი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ 100 დღე ასე მტკიცედ დგომა უკვე გამარჯვება. აი თქვენ რას ფიქრობთ? მთლად გამარჯვება რამდენად შეიძლება დაერქვას იმ ფონზე, როცა ხელისუფლებაში ჯერ კიდევ ქართული ოცნება რჩება? ხო, პროტესტის 100 დღეა, მე 100 დღეა დღეს და მე ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანი შედეგები გვაქვს. ეს შეგვიძლია ვთქვათ ამ 100 დღის განმავლობაში. პირველი ის, რომ უპრეცედენტოა ნამდვილად 100 დღის განმავლობაში ქვეყანაში მიმდინარე პროტესტი, რომელიც უწყვეტად არ წყდება მე 100 დღეა, არა მხოლოდ თბილისში, არამედ სხვადასხვა ქალაქებში, მათ შორის ბათუმში, ზუგდიდში და შესაბამისად ეს აჩვენებს ხალხის განწყობას ამ პროტესტის მიმართ. გვარწმუნებდნენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ეგრეთ წოდებული ხელისუფლების წარმომადგენლები, რომ აი პროტესტი ვერ გასტანს ახალ წლამდე. პროტესტი ვერ გადაიტანს ამ ზამთარს. 20 იანვარი სახელდებოდა მერე ეგრეთ წოდებული პრემიერის მხრიდან, მერე სახელდებოდა სხვა თარიღები, მაგრამ პროტესტმა აჩვენა ის, რომ ეს პროტესტი არის ცოცხალი. ეს ენერგია საპროტესტო, რომელიც ამ ქვეყანაში დაიბადა, ბუნებრივი არსად არ გაქრება. სანამ ეს ადამიანები არ მიაღწევენ თავიანთ მიზანს, მიზანი ნამდვილად არის ნათელი, რომელიც ასევე რუსთაველის გამზირზე დაიბადა ეს მოთხოვნები და ეს არ არის ისეთი მოთხოვნები, რომელიც სადღაც რომელიღაც ადამიანის მხრიდან გაჟღერდა და ამას მოყვა ეს ყველაფერი. ეს არის მარტივად ჩამოყალიბებული მოთხოვნა, ეს არის პირველ რიგში დაუყოვნებლივ გათავისუფლება იმ ადამიანების, რომლებიც სინდისის პატიმრებად არიან ქცეულები და საპყრობილეში ყავს გამოკეტილი მართლაც კანონმორჩილი მოქალაქეები ამ სისტემის მართლმსაჯულების რეჟიმს. და მეორე მნიშვნელოვანი არჩევნები, ახალი არჩევნები, რომელიც არის ამ პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის ერთადერთი შესაძლებლობა, ერთადერთი პოლიტიკური შესაძლებლობა, რომელიც ეხლა აქვს ხელისუფლებას, ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებას და მათივე ინტერესებში უნდა შედიოდეს ახალი არჩევნების ჩანიშვნა. წინააღმდეგ შემთხვევაში უბრალოდ შეუძლებელია აი ამ კოჭლი ხელისუფლების პირობებში ამ ხელისუფლებამ შეძლოს პოზიციონირების გაგრძელება, ხო? თქვენ ხედავთ, რომ ლეგიტიმაციის მწვავე კრიზისი უდგას, ეხლა შედეგებთან დაკავშირებით რომ ვიმჯეროთ, რას მივაღწიეთ მთელი ამ 100 დღის განმავლობაში იმ ადამიანებმა, პირველ რიგში იმ მოქალაქეებმა, რომლებიც უწყვეტად განან მე 100 დღეა რუსთაველის გამზირზე. პირველი ხელისუფლების ბრუტალური სახე კიდევ ერთხელ გაშიშვლდა, მათ შორის გაშიშვლდა არა მხოლოდ ქვეყნის ფარგლებში, იმიტომ რომ ძალიან კარგად ვიცოდით რომელ ადამიანებთან და ხელისუფლების რომელ წარმომადგენლებთან ქონდა ჩვენ საქმე, არამედ საერთაშორისო დონეზე. მეორე ფაქტია, მოცემულობა, რომ მოქმედ ხელისუფლებას, ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებას, რომელიც პოზიციონირებს როგორც ხელისუფლება, არ აქვს ლეგიტიმაცია, მათ შორის საერთაშორისო ასპარეზზე და მესამე მნიშვნელოვანი საკითხი. იმ ძალადობრივი მეთოდების გამოყენების გამო, მათ შორის რუსულ სპეცსამსახურებთან კავშირების გამო, ამ ქვეყანაში სანქცირებულები არიან მათ შორის მოქმედი პოლიტიკური მაღალი თანამდებობის პირები, მათ შორის ის ადამიანი, რომელიც მთელი ამ პროცესის დირიჟორია, ხო? რაც არ უნდა გვიმტკიცონ ამ ადამიანებმა, რომ ეხლა რაღაცა შეერთებული შტატების განწყობა შეიცვლება ამ მოქმედი ხელისუფლების მიმართ. დღეს გვაქვს მოცემულობა, როდესაც ტრამპის ადმინისტრაციის პირობებშიც კი ბიძინა ივანიშვილი არის სანქცირებული ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის მხრიდან. ეს არის მოცემულობა, ეს არის ფაქტი. ამასთან დაკავშირებით აკეთონ განცხადებები და არა იმაზე რაღაცებს რომ პროპაგანდისტულად იყენებენ თავად მედიის. მიმდინარე პოლიტიკური პროცესების სხვადასხვა კუთხით გაშლის შესაძლებლობა ჩვენ გვექნება იქამდე აქციებს არაერთი დაკავებული ყავთ თქვენც ახსენეთ ეს პირები ახლა სწორედ მათზე მინდა კითხოთ აი გუშინ აქციებზე დაკავებული კიდევ რამდენიმე პირი მათ შორის მაგალითად ზვიად ცეცხლაძე, ვეფხე კასრაძე და ვასილ კაძელაშვილი დატოვა სასამართლო პატიმრობაში მიუხედავად იმისა რომ დაცვის მხარე გირაოს გარდა თანახმა იყო დამატებითი ტიპის შემზღუდავი ღონისძიებების შემოღებაზე, მათ შორის თქვათ კონკრეტულ ადგილთან მიახლოების აკრძალვის ჩათვლით, იმაზეც კი თანახმა იყვნენ დაკავებულები, რომ სახლიდან აღარ გამოსულიყვნენ, თუმცა მაინც პატიმრობა იგივე სხვათა შორის გუშინ წინ, როცა აი მაგალითად მსახიობი ანდრო ჭეჭინაძე, იგივე იუმორისტი ონისე ცხადაძე და კიდევ არაერთი პირი დატოვეს პატიმრობაში. აი რატომ მაინდა-მაინც პატიმრობა, როგორ ფიქრობთ, რას ამბობს მაინდა-მაინც ყველაზე მკაცრი ზომა?
ერთადერთი მიზანი აქვს ხო ხელისუფლებას, რომელიც ეხა ხელისუფლების და ძალაუფლების შენარჩუნებაში არის ესე რომ ვთქვათ მობილიზებული მთელი ეს სახელმწიფო რესურსი მას უწევს მის ხელთ არსებული ერთადერთი რესურსის პოლიტიკური მართლმსაჯულების გამოყენება, ხო? და ის მეორე რესურსი რაც აქვს თავისი პროპაგანდული მედიების გამოყენებით. შესაბამისად, რა თქმა უნდა, პოლიტიკური რეპრესიები და მის გამოხატულება, რა თქმა უნდა, რეჟიმის პატიმრების საპატიმრო დაწესებულებაში ყოფნა აჩვენებს იმას, რომ ხელისუფლება ცდილობს რეპრესიები გაზარდოს და მეორე მხრივ, როგორც ეს ადამიანები დააშინოს, გატეხოს ფსიქოლოგიურად პირველ რიგში, რომ მე ამ ადამიანებმა რაღაც საპროცესო შეთანხმებებზე დაუწყონ, ვთქვათ, განცხადებებით მიმართვა, აღიარონ დანაშაული. მთელი ეს პროცესი კეთდება ამისთვის, ხო? ვიღაცამ აღიაროს დანაშაული და მე გამოვიდნენ და თქვა, რომ აი პროტესტი ფაქტია, რომ დასასრულს უახლოვდება, იმიტომ რომ ამ ადამიანებმა რაღაცა არარსებული დანაშაული აღიარეს, აი ეს ადამიანები უკვე გატყდნენ, ეს ადამიანები პროტესტი უკვე მინავლებულია, პროტესტის კერა ჩამქრალია, მთელი ეს პროცესი ამ ადამიანების გასატეხად და მათ შორის იმ ადამიანების, რომლებიც ყოველდღე რუსთაველის გამზირზე დგანან და გულშემატკივრობენ ამ ადამიანებს და მათი გათავისუფლებისთვის იბრძვიან, ამ ადამიანების გასატეხად კეთდება ეს ყველაფერი. როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ გახსენდებათ ერთი кейსი მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ასეულობით ადმინისტრაციული საქმე და ათეულობით სისხლის სამართლის საქმე იქნა განხილული და ერთი გადაწყვეტილება მაინც მიიღო ერთ მოსამართლეს, რომელიც განსხვავებული იქნებოდა იმ პოლიტიკური რეჟიმის ხედვებისგან, რომელიც აქვთ ამ ადამიანებს. მოსამართლე რას ნიშნავს? მოსამართლე არის ადამიანი, რომელიც ყველაზე თავისუფალი უნდა იყოს. ყველაზე თავისუფალი უნდა იყოს. რომელიც შინაგანი რწმენით უნდა იღებდეს და ფაქტებზე და მტკიცებულებებზე დაყრდნობით გადაწყვეტილებას. როგორ შეიძლება ის რო ეძახიან, რომ ესეთი არ არიან ეს ადამიანები მოსამართლეები. ეს ადამიანები არიან კონკრეტული რეჟიმის მართლმსაჯულების სისტემაში დანიშნული კონკრეტული კლერკები, რომლებიც იღებენ ისეთ გადაწყვეტილებებს, რომელიც პირდაპირ ინტერესებშია მოქმედი. მოსამართლე არ შეიძლება ეწოდოს ადამიანს, რომელსაც მინიმუმ იმის ემპათიური განცდა არ აქვს, რომ დედა მიუშვა 15 წუთიანი შესვენების დროს ან მანდატური იყო და მიუშვა დედა საკუთარ პატიმარ შვილთან, რა გაქცევაში დაეხმარებოდა, რა მოხდებოდა, ხო? აი შემზარავი კადრები რაც ვნახეთ. ან როგორ შეიძლება დაცვის უფლება შეუზღუდო ადამიანს ისე რომ მისი არც ერთი მოწმე არ დაუშვა დასაკითხად სასამართლო არსებითი განხილვის დროს, ან მისი ვიდეო მტკიცებულებები ამოღრიცო. ეს ხო არის პირდაპირი ფორმით პოლიტიკური მართლმსაჯულება, რომელიც ამ ადამიანების მიმართ ხორციელდება. დაცვის უფლების განხორციელებაში პირდაპირი ფორმით ერევიან. წარმოუდგენელია, რომ ერთ მზია ამაღლობელი როგორ შეიძლება მიემალოს მართლმსაჯულებას. აი როგორ წარმოგიდგენიათ? ერთი ადამიანი არ მიუციათ სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში. არა მხოლოდ ნიღბიანი, არანიღბიანები, რომლებიც ქუჩაში ძალადობენ და ტიტოშკობენ და მოზონდერობენ, რაც მათი ჩვეული ცხოვრებით. ერთი ადამიანი არ მიუცია სისტემას, მართლმსაჯულების სისტემას სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში. ეს პირდაპირ მიუთითებს, ხო? რა გეზია ამ ხელისუფლებას აღებული, მაგრამ ეს არის ბოლო სტადია. აი სწორედ იმ ნაბიჯების გამო, რომელიც ამ 100 დღეში გადაიდგა ხელისუფლების მხრიდან, სანქციები მოვიდა ხელისუფლებასთან. ხო, არა მხოლოდ პოლიტიკურ ლიდერშიპთან, არამედ დასანქცირებულები არიან სწორედ მოსამართლეები, მათ შორის პროკურორები, მათ შორის ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელი პირები. ამ თემაზეც რომ ვისაუბროთ, მაინც არსებობს თუმცა და რატომ რამდენი ნაბიჯი გადადგეს, როგორი სანქციები არ შემოიღეს, რამე შედეგს თუ მიაღწიეს, ვერც მომავალში მიაღწევენო, აი ასეთია პარლამენტის წევრების პასუხი იმ სანქციებზე, რომელიც უკვე ვნახეთ. აი თქვენ ისაუბრეთ, რა შედეგები აქვს 100 დღეში საპროტესტო აქციებს. აი სანქციების შედეგების სახით რისი ჩამოთვლა შეგიძლიათ საპარლამენტო უმრავლესობის წევრების საპასუხოდ? სანქციებს აქვს გრძელვადიანი მოქმედების ეფექტი. შეიძლება კონკრეტული რომელიღაცა უმნიშვნელო უფერული პოლიტიკური ფიგურა ამ სანქციების ეფექტს ვერ გრძნობდეს, მაგრამ დარწმუნებული ვარ აბსოლუტურად, რომ მათი ხელმწიფე და ის გარემოცვა, რომელიც პირდაპირ ფორმით არის რეჟიმის სპონსორობაში ჩართული, აუცილებლად იგრძნობენ კონკრეტულ შემთხვევაში ამ სანქციების ეფექტს. მათ შორის თავადაც იგრძნობენ სამოგზაურო შეზღუდვა, არ არის მხოლოდ სამოგზაურო შეზღუდვა. შენ ფაქტობრივად უცხო ქვეყნის, სხვა ქვეყნის, შენი პარტნიორი ქვეყნის, ცივილიზებული ქვეყნების მიერ ხარ დაღდასმული, როგორც საკუთარი მოქალაქეების მოძალადე ხელისუფალი, როგორც საკუთარი მოქალაქეების რეჟიმის სისტემაში ჩართული მოსამართლე. შესაბამისად,
ნუ გვგონია რომ ამას კონკრეტო მაშინ რატო აკეთებენ ესეთი ტიპის განცხადებებს რომ თითქოს არ დარდებთ აი ესეთი ტიპის კანონებს გამარჯვებული ხელისუფალი იღებს ასეთი ტიპის რეპრესიები ჭირდება ხელისუფალს რომელიც დარწმუნებულია თავის ლეგიტიმაციასა და მხარდაჭერაში მაგალითად თვითმმართველობის კოდექსში ეხარაცვლების სახორცელად ჭირდება ხელისუფალს ეს ან მედიის შემზღუდავი ესეთი კანონმდებლობა ჭირდება ან ლობისტური საქმიანობის შემზღუდავი ესეთი კანონმდებლობა ჭირდება ხელისუფალს რომელიც საკუთარ ძალაში არის დარწმუნებული ესენი არიან რაღაცა ტიპის უხეირო დიქტატურა ჩამოყალიბებული რომელსაც შეუძლია ადამიანები ქუჩაში ცემოს დაიჭიროს მაგრამ საქმეზე რომ მიდგა თავიდან ბოლომდე ხრელია მთელი სახელმწიფო სისტემა ხან სააკაშვილი შემოეპარათ იქიდან კონტეინერით საზღვაო სივრციდან ხან ხმელეთიდან გაიქცა ბრალდებული სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში ხო ამათ რა პრეტენზია უნდა ქონდეთ რომ ესენი შეძლებენ რაიმე ფორმით ძალაუფლების შენარჩუნებას? კი, სანქციები მუშაობს, ხშირად გვარწმუნებდნენ ხოლმე და მათ შორის რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების დროს სანქციები არ მუშაობს, მაგრამ სანქციები ნამდვილად მუშაობს, მათ შორის მუშაობს იმ ადამიანებისთვის, რომლებიც საკუთარი ქვეყნის ღალატში არიან მხილებულები და ეს სასანქციო რეჟიმი აუცილებლად გაგრძელდება. ნულების ექნება ილუზია, რომ რაღაცა ფორმით შეწყდება ეს სანქციების რეჟიმი. პირიქით, კიდევ უფრო დამძიმდება და ყველა ამ ადამიანს აუცილებლად მოუწევს პასუხისგება. ბატონ ბერდია, რადგან სააკაშვილის შემოპარვა და ბაჩეშვილის გაპარვა ახსენეთ, მოდით ჯერ ამ თემაზე ჩაგეკითხებით და მე ისევ აქციების და პროტესტის 100 დღიან ციკლთან დაკავშირებულ თემატიკას დაუბრუნდეთ. დიახ, აი მას შემდეგ რაც თანაინვესტირების ყოფის ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა საქართველოს დატოვა პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე მას უკვე სამივე საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა შესაბამისად აი დღეის მდგომარეობით სამგზის ასე ვთქვათ პატიმრობაში იმყოფება გიორგი ბაჩიაშვილი ისე როგორც პროკურატურის ინფორმაციით ბაჩიაშვილის წითელი ცირკულარით ძებნის თაობაზეც მიმართეს ინტერპოლს. აი რა კითხვებს გიჩენთ ბაჩიაშვილის მიერ საქართველოსდან გაღწევა. მართლაც ასე მორყეული უნდა იყოს სისტემა, როგორც ამას ამბობს და აღწერს გიორგი ბაჩიაშვილი? ნუ ფაქტია, მოცემულობა შემდგარი ფაქტია. ჯერ ასეთი ტიპის მართლმსაჯულების გამოყენება, მათ შორის იმ ადამიანის მხრიდან, რომელიც ამ მართლმსაჯულების სისტემის მთავარი მმართველია, პირდაპირ მიუთითებს, რომ აი ეს მართლმსაჯულების სისტემა გამოიყენება ბიძინა ივანიშვილის ძალაუფლების და ფულის ინტერესების დასაცავად. თავიდან ბოლომდე ამ მიზანს ემსახურება. ხო? დაწყებული ეს სისხლის სამართლები მე არ ვიცნობ ხა ამ საქმეს და დეტალურად ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ფორსირებულად წარმოება ასეთი ტიპის საქმეების არსებითი განხილვას გულისხმობ, რომელიც, რა ვიცი, დღე გამოშვებითი ნიშნებოდა, პირდაპირ მიუთითებს ამ საკითხის პოლიტიკური მართლმსაჯულების მიზნით გამოყენებაზე. შესაბამისად, ეს არის მოცემულობა, რაც დადგა და რაც შეეხება კონკრეტულ შემთხვევაში, დიახ, ხრელია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომელიც უნდა მუშაობდეს საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფაზე და მათ შორის სახელმწიფოსთვის არსებული მნიშვნელოვანი გამოწვევების და საფრთხეების პრევენციაზე. თავიდან ბოლომდე ეს ადამიანები რაში არიან ჩართული, რაში ყავს ხელისუფლებას დასაქმებული. აი, რუსთაველის გამზირზე რო ვდგავარ ხოლმე, ზოგჯერ ამოგვიდგება ხოლმე ვიღაც გაურკვეველ რომელსაც აი პირდაპირ ფორმით ეთყობა, აი ქცევებზე, რა თქმა უნდა, რომელიც არის კონკრეტული დავალებით მოსული. ხო, ეს ადამიანები დადიან რუსთაველის გამზირზე დევნიან ადამიანებს, ვიღაცას ფოტოებს უღებენ, ვიღაცას უთვალთვალებენ, აი წარმოუდგენელ ამოცანებს ასრულებენ, რომელიც მათ სამსახურებრივ საქმესთან შეთავსებული საერთოდ არ არის. და აი ამ პირობებში, როდესაც ღამე ადგებიან ადამიანებს, ჯარიმის აბარებენ, საზღვარი როგორ უნდა დაიცვას იმ პოლიციელმა, რომელსაც აი ამ საქმეებს ავალებ, ხო? წარმოუდგენელია. შავ ხრელად არის დღეს სახელმწიფო უსაფრთხოება ფაქტობრივად ამ ქვეყნის და მათ შორის საზღვარი. როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ ახლა, როდესაც ბაჩიაშვილმა შეძლო კაპარვა, თქვენ წარმოგიდგენიათ, როგორ შეიძლება ამ ქვეყანაში თავისუფლად შემოდიოდეს მათ შორის ტერორისტი, მათ შორის კრიმინალი, მათ შორის როგორ შეიძლება ამ ქვეყანაში მოძრაობდეს აკრძალული ბრუნიდან ამოღებული საგნები თუ ნივთები თუ ნივთიერებები, ხო? ნარკოტიკული საშუალებები თუ იარა. როგორ შეიძლება ქვეყნის საზღვარი არ იყოს ასე დონეზე დასული? მე არ ვიცი ახლა ალბათ თათბირს ატარებს ის ადამიანები და ცოფებს ხრის როგორ გაიპარათ ის ადამიანი, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ 24 საათიანი ოპერატიული მეთვალყურეობის ქვეშ იქნებოდა. ამაში ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული ახლა. ხო? ასეთი ტიპის ადამიანი გაეპარათ სახელმწიფო საზღვარზე.
და ეს ადამიანები გვარწმუნებენ, რომ ეფექტური ხელისუფლება არის და ეს ადამიანები შეძლებენ ამ ქვეყანაში დარჩენას. ხო, ეს წარმოუდგენელი ამბავია. კი ბატონო. დაუბრუნდეთ, მოდით ისევ გამლილი, ესე ვთქვათ, ასდღიანი პროცესის ციკლს და უკვე უშუალოდ აქციების, საპროტესტო აქციების კონტექსტში მინდა გითხოთ, მართლაც მასშტაბურად დაიწყო დედაქალაქში და არა მარტო დედაქალაქში გამოსვლები, თუმცა ახლა რამდენად მიდის ისე, როგორც უნდა მიდიოდეს. აი, ლევან ხაბეიშვილი იყო 2 დღის წინ ჩვენი გადაცემის სტუმარი, რომელიც ფიქრობს, რომ ძალას საზოგადოებამ ძალა უნდა დაუპირისპიროს. როცა ერთ ადამიანს იტაცებს 6-8 ნიღბიანი ჩვენი თანამებრძოლი არ უნდა გავატანოთ. თუ იმეს გონია ქართულ ოცნებას მშვიდობიანი აქციებით რაიმეს შევაგნებინებთ, ძალიან ცდება, ეს არის მაგალითად ლევან ხაბეიშვილის პოზიცია. რაში ეთანხმებით და რაში არ ეთანხმებით? მშვიდობიანი აქციები იყო, აქამდე რამაც შედეგი გამოიღო. მშვიდობიანი აქციები იყო, რომელმაც მოიტანა ბრუტალური სახის სრული ილუსტრირება, მათ შორის ამ ხელისუფლების. მშვიდობიანი აქციები იყო, რომელმაც მოიტანა არაღიარება ამ არჩევნების შედეგების ყოველ შემთხვევაში დღეს ეს მოცემულობა. მშვიდობიანი აქციები იყო, რომელმაც მოიტანა მათ შორის სანქციების რეჟიმი, მათ შორის კონკრეტულ შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილის მიმართ. მშვიდობიანი აქცია იქნება ის, რაც მოიტანს შედეგს. მე ამაში ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული. ძალაზე საუბარი, მე ვფიქრობ, არ არის არც მართებული, არც კორექტული და პირიქით აქციების სულისკვეთებას აზიანებს. ჩვენ რითი ვჯობი ვართ ხელისუფლებას? იმით, რომ მოძალადეები არა ვართ, ხო? იმით, რომ ადამიანებს არ ვცემ და ფიზიკურად არ ვსწორდებით. თუ ეხა ძალაში ის იგულისხმება, რომ უკანონოდ აკავებენ ადამიანს და არ მისცეს შესაძლებლობა რომ დააკავონ, ეს სხვა მოცემულობაა, მაგრამ ძალას დაუპირისპიროთ, ძალა და რაღაც ეს უმართავ პროცესებში გადაიზარდოს, ეს პირველ რიგში პირდაპირ გეუბნებით, რომ ამ პროტესტს დაარტყამს. მათ შორის საერთაშორისო პარტნიორების იგულისხმება ის, იქვე განმარტა გადაცემაში ხაბეიშვილმა, იგულისხმება ის, რომ აი მაგალითად არ გაატანონ აქციის მონაწილე დემონსტრანტი. ეგ რა ვიცი, კონკრეტულ შემთხვევაში შესაძლებელია, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ინფორმით, რომ პოლიციას რაღაცა ფიზიკურად გაუსწორდე და შეურაცხყოფა მიაყენო და თავდასხმა განახორციელო. ჩვენ ამით მორალური უპირატესობით დღეს ყველაფერი გაშიშვლებულია, ხო, თავიდან ბოლომდე საბოლოოდ აი ეს ნიღაბი, რომელსაც ატარებდა ივანიშვილი, ჩამოგლეჯილია თამაშად. აი ხომ არ ჩანს რომ აქციის იმ მასშტაბით, რასაც ახლა ვხედავთ, იმ მასშტაბს უფრო სწორად მიეჩვია ქართული ოცნება და იმით, რაც ამ ეტაპზე ხდება ყოველ საღამოს რუსთაველის გამზირზე, უბრალოდ ვერ მიიყვანთ ქართულ ოცნებას ახალი არჩევნების დანიშვნის გადაწყვეტილებამდე. გასაგებია რომ თქვათ ძალის იდეას არ ეთანხმებით, მაგრამ რა იდეა მოგწონთ? მე ვფიქრობ მხოლოდ პროტესტით არ მიდის ახალი არჩევნების გზა. ეს არის საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო კომუნიკაცია, ეს არის დიდი გეოპოლიტიკური და გეოსტრატეგიული საკითხები, რომელიც გლობალურად წყდება, მათ შორის რეგიონში, მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ ამაში, და მესამე სასანქციო რეჟიმი, რომელიც ამ ადამიანებზე მოქმედებს. ეს არის მოცემულობები, რომლითაც ჩვენ უნდა მივიდეთ ახალ არჩევნებამდე. ამიტომ თუ ვინმეს აქვს იმის ილუზია, რომ ეს არჩევნები ხელისუფლებას, ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებას არ აწუხებს, ესე ნამდვილად არ არის, ხო? ეს ადამიანები მაშინ რატო იღებ, რატო გვაჯარიმებენ ყოველ საღამოს რუსთაველის გამზირის გადაკეტვისთვის 5000 ლარით, ხო? აი ამ დისკომფორტში რატო? დისკომფორტი კი არა, პირდაპირ ფორმით დასჯის, აი ყველაზე მძიმე ფორმა, რაც შეიძლება გქონდეს ადამიანს, ან სტუდენტს, რომელიც, რა ვიცი, გლობოს კურიერად მუშაობს პარალელურად უწევს საღამოს რუსთაველზე ყოფნა. ამ ადამიანისთვის ეხა პატიმრობაზე დიდი სასჯელი შეიძლება იყოს 5000 ლარიანი 2-3 ჯარიმა, ხო? როგორ ეს ხო აწუხებს ხელისუფლებას. ფაქტია რომ აწუხებს, ეს არის მოცემულობა. რაც შეეხება პროტესტის მუხტი, რა თქმა უნდა, დიდია. ზამთრის პირობებში, რა თქმა უნდა, იწევს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს მუხტი არ გაქრება, ეს ენერგია არ გაქრება. ეხა ნაცემი ადამიანი განწყობას შეიცვლის ხელისუფლების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ რუსთაველზე შეიძლება ყოველ ღამე დადგეს. ეს ამ ადამიანის განწყობა შეიცვლება, ან მისი მეგობრის განწყობა შეიქმნება, ოცნების რომელსაც მეგობარი უცემეს, ან შვილი უცემეს, ან დაუცემეს, ან ძმა უცემეს, ან დაურეკეს და აგინეს, როგორც აი ამათი კოლცენტრების მეშვეობით ხდებოდა ადამიანების მიმართ მუქარა, ან რომელსაც ჯარიმა გამოუწერეს. ყოველი ასეთი გადადგმული ნაბიჯი პირიქით უფრო და უფრო მეტ ადამიანს აჩენს, რომელსაც ფაქტობრივად აზიზღებს ამ ხელისუფლებას, ხო?
ფაქტობრივად უფსკრულია დღეს გაჩენილი ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებასა და დანარჩენ საქართველოს შორის და ყველაზე ცუდი რასაც აკეთებს ეგრეთ წოდებული ხელისუფლება, აი ამ თავი უფსკრულის პირას მყოფი თავისკენ ეკაჩება ყველამ, აი სასამართლო სისტემას, პოლიციურ სისტემას მაქსიმალურად უნდა ეს ადამიანები და ეს სისტემები მოიმხროს, რომ ამ ადამიანებსა და იმ ადამიანებს შორის, რომლებიც ქვეყნის ევროპულ კურსით წავენ და მარტო ქვეყნის ევროპულ კურსით კი არ იცავენ, მოდი ახლა პირდაპირ ვთქვა, საკუთარი გადარჩენისთვის იბრძვიან, იმიტომ რომ ამ ხელისუფლების ქვეყანაში დარჩენა, ხელისუფლებაში დარჩენა არის თითოეული ჩვენგანისთვის საფრთხის შემცველი, იმიტომ რომ ესენი არიან უკვე მოძალადე ხელისუფლება, საკუთარ მოქალაქეებზე მოძალადე ხელისუფლება, რომლის ამოცანაც არის ორ ოპერაციულ მოდულზე დასული, ერთი ივანიშვილის ფულის შენარჩუნებაზე და ძალაუფლების შენარჩუნებაზე. და აი ამ სისტემაში, რა თქმა უნდა, ყველაფერს გააკეთებენ, რომ აი ამ სისტემის ხარის იყოს ძალიან ბევრი. ახლა გითხავთ, აი შექმნის სიტუაციაში რამდენად სწორად პოზიციონირებენ ოპოზიციური პარტიები. აი თითქოს გააქვთ ერთმანეთთან კომუნიკაცია, ერთმანეთთანაც და სალომე ზურაბიშვილთანაც, მაგრამ აი რამდენად რა მოაქვს ამ ტიპის შეხვედრებს და აუდიენციებს? საჭიროა თუ არა სხვა ტიპის ნაბიჯები და მაშინ რა ნაბიჯებია ეს? მამუკა ხაზარაძე მაგალითად ისევ ჯიუტად გეუბნებათ, რომ ერთად ყოფნის დროა და თქვენ ისევ ჯიუტად პასუხობთ, რომ არანაირი რაღაცა ერთი ცენტრის ქვეშ, ერთი პოლიტიკური ცენტრის ქვეშ თავმოყრა და გაერთიანება არ იქნება. ამასობაში დრო გადის. რომელი პოლიტიკური მხარე იგებს და შესაბამისად რომელი ზარალდება ამ დროის გასვლით? მოდით ლელა, ჩვენ ყველაფერზე მაღლა ვაყენებთ ჩვენი მოქალაქეების ინტერესებს. პირდაპირ გეტყვით ამას. ჩვენ კოორდინაციაში ვიქნებით აბსოლუტურად ყველა პოლიტიკურ გაერთიანებასთან და პარტიასთან იმ ორი მიზნის გარშემო, რომელიც რუსთაველიც გამზირს აქვს მოთხოვნის სახით ჩამოყალიბებული. ეს არის პატიმრების გათავისუფლება, ეს არის ახალი არჩევნები. და აქ კოორდინაციის ნაკლებობა მათ შორის მეხუთე პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან ჩვენ არ გვაქვს. მაგრამ ერთი მხრივ ადამიანები გვესაუბრებოდნენ რაღაცა სადღეგრძელოებით ერთობაზე და მეორე მხრივ რომელიღაც კოალიციის წევრები რაღაც გავრილოვის ღამის პარტიას ეძახდნენ ჩვენს პარტიას, ფოტოშოვის გუშინ მოუკარი ერთ-ერთ ქალბატონს თვალი. აი თქვენ გულწრფელად როგორ განცდას გაგიჩენთ, რომ ერთობისკენ არიან ეს ადამიანები მოწოდებულები, ერთიანობისკენ? ჩვენ პირდაპირ გეუბნებით, ჩვენ არც ერთ პოლიტიკურ პარტიაში არ გავერთიანდებით. ეს არის მოცემულობა, ჩვენი პოლიტიკური იდენტობა გვაქვს. ჩვენ არ ვართ ადამიანები, რომლებიც აი პირდაპირ ფორმით მოხეტიალი სულივით 64-სა და ჯოჯოხეთს შორის არიან გაჭედილები და დადიან ზოგი ერთი პარტიიდან მეორეში, მეორიდან მესამეში მოგზაურობა მთელი ამათი პოლიტიკური ისტორია ზოგიერთი მათგანის. ბევრ პატივცემ, ბევრ ადამიანს რა თქმა უნდა ყველა პარტიაში, მაგრამ ეს არის მოცემულობა და ჩვენი იდენტობა გვაქვს, ჩვენი ხედვა გვაქვს, ჩვენი ფასეულობები გვაქვს და ეხლა ერთიანობა რას ნიშნავს? ერთი სიის გარშემო ნიშნავს მაინც და მაინც ერთიანობას? კოორდინაციის ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრის შექმნა არის ახლა შემოთავაზებული. აჯაფსანდალი ძალიან კარგი კერძია, მაგრამ პოლიტიკური აჯაფსანდალი პოლიტიკურ მენიუში არ არის კარგი კერძი, რომელიც მოქალაქეებმა შეიძლება რესტორანში შეუკვეთონ. ეს არის მოცემულობა, რაც მოცემულობაც არის და ამიტომ ჩვენ კოორდინაციაში ვიქნებით აბსოლუტურად ყველასთან, ყველას პატივცემთ. საერთო ბრძოლა გვაქვს, პირდაპირ ფორმით ვიძახი. ახალი არჩევნებია მოსატანი და ადამიანები, რომლებიც გვიყურებენ დღეს ციხის საკნებიდან არიან გასათავისუფლებლები. კი ბატონო, მოვდივართ ამ ამბავში და რა თქმა უნდა ამ ამბავში ვიქნებით ყველას გვერდით, აბსოლუტურად ყველა გვერდით და ყველაფერს გადავდებთ გვერდით. მაგრამ ის რომ რაღაცა ერთი სია, ერთიანობის პრობლემაა თურმე არ არის ეგ სწორი. არ არის სწორი ფორმულირება. ეს არ არის დაკვეთა. რუსთაველის გამზირის დაკვეთა არის ორი. ახალი არჩევნები და რეჟიმის სინდისის პატიმრების გათავისუფლება და ამ იდეის გარშემო ვიქნებით ყველასთან ღიები, გახსნილები და ყველასთან გვექნება რა თქმა უნდა. კარგი, ბოლოს მინდა უშუალოდ სალომე ზურაბიშვილზე კითხოთ, ითქვა რომ ის მუშაობს დოკუმენტზე, იმასთან დაკავშირებით თუ როგორ უნდა ჩატარდეს ქვეყანაში ახალი არჩევნები. ხა მეხუთე პრეზიდენტის მუშაობაზე არც ესე კარგი წარმოდგენა აქვს ქართულ ოცნებაში. მაგალითად გიალოვსკი ფიქრობს, რომ სალომე ზურაბიშვილი დაიტანჯა თავისი პიროვნული აქტუალობის წამოწევის მცდელობით, მისი ეს მცდელობები რაღაც ფინტების ტარება პოლიტიკურ ველზე უშედეგოა, ასე ფიქრობს ვოლსკი. თქვენ რას ფიქრობთ? მეორე მხრივ რამდენად ექნება იმ დოკუმენტს თქვენი ხელმოწერა, რომელსაც ამზადებს სალომე ზურაბიშვილი და აქვე საერთოდ რამდენად საჭიროა და რას ცვლის ამდენი ქაღალდზე გაწერილი პირობები, მოდით ამასაც კითხავთ. ზედმეტად ბევრი დოკუმენტი ხომ არ დაიწერა ბოლო პერიოდში, მათ შორის გვახსოვს იგივე სალომე ზურაბიშვილის ორგანიზებით მომზადებული ქართული ქარტიაც, ხო? ამდენი დეკლარაცია, ამდენი ქაღალდზე გაწერილი დოკუმენტი, ამდენი ხელმოწერილი ქაღალდი, რამე ისევ და ისევ
რამე კონკრეტული და სხვა ნაბიჯების დრო ხომ არ ჩვენ სალომე ზურაბიშვილთან აქტიურ კოორდინაციაში ვართ ჩვენი პოლიტიკური გუნდი სხვა პოლიტიკურ პარტიებთან ერთად, რა თქმა უნდა, ასეთ პროცესში მონაწილეობა არის მნიშვნელოვანი, მაგრამ პროცესს აუცილებლად უნდა ქონდეს შინაარსი. მხოლოდ სურვილები, რა თქმა უნდა, არ არის საკმარისი, ხო? ახალი არჩევნები როგორ უნდა ჩატარდეს, კი ბატონო, ამასთან დაკავშირებით ბევრი უნდა ვიმუშაოთ, მაგრამ როგორ უნდა მივიღოთ ახალი არჩევნები, ის უფრო მნიშვნელოვანი საკითხია დღეს, ვიდრე როგორ ჩატარდება არჩევნები, თუმცა ორივე განუყოფელი საკითხია, ხო? ამიტომ ჩვენ ამ საკითხებთან დაკავშირებით ჭიდრო კომუნიკაციაში ვიქნებით სხვა ოპოზიციური პარტიებთანაც, ქალბატონ სალომესთანაც, აი ამ პროცესში ჩართულები ვართ, ამ დოკუმენტის შექმნის პროცესში, ამიტომ ამას განყენებულად არ ვაყენებ. ჩვენ როგორ ჩატარდება არჩევნები, საკვანძო საკითხია, მაგრამ როგორ უნდა მივიდეთ არჩევნებამდე, ესეც საკვანძო საკითხია, ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ საკითხებთან დაკავშირებით აბსოლუტური ღიები მზადყოფნაში ვართ. ხელმოწერას გააკეთებთ იმ დოკუმენტზე, როცა ის გამოხატება. თქვენ თქვით, რომ ჩართული ხართ მისი შინაარსის მომზადებაში. ეს იმას ნიშნავს, რომ კონსენსუსამდე უნდა მივიდეს ეს დოკუმენტი შესაბამისად, უნებრივია ველოდებით კონკრეტულ შემთხვევაში რა სახეს და რა ფორმას მიიღებს ეს დოკუმენტი. მადლობა სტუმრობისთვის. ბერდია სიჭინავა პასუხობდა ჩვენს კითხვებს. ახლა რეკლამის შემდეგ თაზო დათუნაშვილი შემოგვერთდება, ასე რომ დაგვეოდით.